საკუთარი მოვლენებით, რომ პროგრამის შედგენისას გავიჭირდა ყველაზე მთავარი და აქტუალური ინფორმაციის შერჩევა, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ახლახანს მივიღეთ, ერთნაირად გაახარებს ყველა მაყურებელს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით დღეს გალში შეხვდნენ თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიდოვანი და ლოთი ვახტანგ კობალი. ამ დღეს დიდი ხანი ელოდება საქართველოს. მე ვარ ძალიან ბედნიერი კაცი დღეს, იმიტომ რომ იმ წუთიდან რაც უკეთშიც მე აფხაზეთის მიწაზე ფეხი დავდგი, მე ველოდებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე მოვა. ქართველი ხალხი ერთიანი, ერთად შეკრული, გაუტეხელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა. სენაკის, ხობის, მარტვილის თლიანად კეთება მობილიზაცია. კობალიას დაქვემდებარებაში და იწყება ის გაერთიანება, რაც საქართველოს იყოს უწოდებული მაღაზე და მეგონი ბატონ ლოთი თვითონ გაქცევთ ამაზე პასუხს. საქმეა რომ დღეს დადგა რეალური წინამორბედები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია რომ დაიკარგოს მთლიანად აფხაზეთის ტერიტორია, ეს შესაძლებელი ქართული მიწა. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვაკეთებთ საერთო მობილიზაციას და უშუალოდ უნდა იყოს განსაზღვრული საომარი თუნდაც რომ დავჭერდეს საომარი მოქმედებები, ჩვენ უნდა დავისვათ ქართული მიწა დასაკვირველი ამაზე ალბათ ყველა დამეთანხმება და უნდა გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ის პროვოცირება, რაც ხდება რუსეთის იმპერიისგან აფხაზეთის მხარის მიმართ, ეს რაღაცით უნდა აღმოიფხვრას, რომ მესამე ძალამ ჩვენზე არ გააკეთოს კონტროლი, რომ მესამე ძალა არ კარნახობდეს საერთოდ საქართველოს და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე იქნება ლაბარაკი, რაც არის ქართველი ერი გაერთიანდეს და ერთიანი ძალისხმევით უკვე დაისვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები. უნდა გაერთიანდეს ქართველი ერი, რასაკვირველია, მარტო მთლიანობაში წარმომიდგენია ქართველი ერის გადარჩენა, მარტო ერთიანობაში, მით უმეტეს როცა დღეს სამ ყველაზე ალბათ როგორც არასდროს ისე არიან ქართველი ერი და ქართველი ხალხი ერთნაირი გულისხმევით